გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში საბავშვო ბაღი არ არის. მოსახლეობის თქმით, შენობის სარემონტო სამუშაოები დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო, თუმცა დღემდე არ დასრულებულა. ისინი ამბობენ, რომ მშობლებს ბავშვები ფხენისის საბავშვო ბაღში დაყავთ, რაც მათთვის მოუხერხებელია. 3 წელიწადია რემონტშია და აი როგორ დაიწყეს და გაჩერდნენ ეგრეა გაჩერებული. რატომ ჭიანურდება? რატო აბა ვიცი, რა გითხრა, რატო ჭიანურდება? პატრონი არ აყავს და იმიტომ. როდის დაიწყეს ამის მშენებლობა? აი ხო გეუბნები 3 წლის წინ დაიწყეს რემონტი, თორე მშენებლობა რავი ერთი დიდი დგას. დღეს სოფელ საბავშვო ბაღი არის? არა აქვს, ჩვენი ბავშვები დადიან ფხენისის საბავშვო ბაღში. მოხედავთ აგერა რა დღეს შეერს გაიხედე უკრაინასაგან შეხედე რომ გამოდივარ გული მწყდება რომ აკა თავის დროზე რომ გაიხსნა 82 წელში 250 ბავშვი დადიოდა და დღეს 3 წელიწადია შეგარავის შემოდის გააფართაკეს ყველაფერი აბა რა არის საქციელია გაიხედე მე გული მწყდება მაგალითად ესე როარის დაახლოებით რამდენი წელია რაც არის? რავი მესამე ალბათ 3 წელია რა ვიცი ხანკრიშა შეუცვალეს ხან ვითომისა ხანისა და არ ვიცი რა ვიცი ჩემ ბავშვობაში იყო და ეგ იმის მეტად აღარც აყოფილა ხვიჩი დადიან ფხენიში და ეს ავტობუსს დაყავ ბავშვი ცხვირწინარი და იქ დაგყავს და ესია გაპარტახებული. აღნიშნულ საკითხს ეხმაურება მერის წარმომადგენელი შინდისის ადმინისტრაციულ ერთეულში. ზურა ყაჯრიშვილის თქმით, პირველი ტენდერი ჩავარდა, რამაც დროში პროცესი გაწელა. ის ასევე განმარტავს, რომ ბაღის რეაბილიტაცია MGF-ის თანხით განხორციელდება. პრობლემური საკითხია ნამდვილად, როგორც ვიცით, იყო ტენდერი, ჩავარდნილი ტენდერი, მოხდა დროში, როიტყვიან გაწელვა აღნიშნული ბაღის გახსნის. მუნიციპალიტეტს არ აქვს ამ ეტაპზე უფლება მოსილება განახორციელოს ტენდერი, იმიტომ რომ მთავრობის პრეროგატივაზეა აღსული და MGF-ის თანხებით მოხდება აღნიშნული ბაღის რეაბილიტაცია. შეგახსენებთ, რომ შინდისის მოსახლეობა საბავშვო ბაღის არ ქონა საპროტესტებს, როდის მოხდება მისი რეაბილიტაცია ჯერჯერობით უცნობია.